ხელოვნების და პოლიტიკის ურთიერთმემართება. უძველესი თემა არის, შეიძლება ითქვას, ალბათ არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი მოგისმენიათ. მათ შორის ხელოვნებისგან, ადამიანებისგან, რომლებიც მუშაობენ ხელოვნებაში და დარწმუნებული ვარ, რომ მათი უდიდესი ნაწილი იყო ერთგვარად აპოლიტიკური. ყოველ შემთხვევაში მათი სურვილი წარმოიჩინა თავიანთი გზა, ასე ვთქვათ, როგორც აპოლიტიკური მუშაობა, ასე ვთქვათ. და შეიძლება თამამად ითქვას, რომ მათი უდიდესი ნაწილი არის სწორედ ყველაზე პოლიტიკურად ყველაზე ანგაჟირებული, რატომღაც ასე გამოდის ხოლმე ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ რაღაცნაირად გვერდი აუქციონ პოლიტიკას და პოლიტიკურს ხელოვნებაში. და მსმენია ისიც, რომ და ალბათ თქვენც რომ ჩვენ წიგნებს ვკითხულობთ იმისათვის, რომ მივიღოთ სიამოვნება, ან მუსიკას უსმენთ, ან კილოს ვუყურებთ იმისათვის, რომ მივიღოთ სიამოვნება და არა მასში ვეძებოთ რაღაც პოლიტიკური თუ სოციალური კონსტრუქციები და რაღაც თვალსაზრისით მართალი არის, იმიტომ რომ კითხვის ბევრი მეთოდი არსებობს, ისევე როგორც არსებობს წერის თუ სხვა სახელოვნებო მუშაობის მეთოდი, მაგრამ საბოლოო ჯამში სიამოვნება, რომელზეც საუბრობენ, ესეც პოლიტიკური ჟესტი არის. ერთ-ერთი ეს ავტორი ალბათ ყველა მიცის, ფრედერიკ ბეკბედერი, ის არ არის ალბათ ყველაზე დიდი მოაზროვნე, მაგრამ საინტერესო მიგნებები აქვს ხოლმე. აქვს ასეთი წიგნი საბოლოო აღწერა ჩამოფასებამდე, სადაც აფასებს 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოს, სანამ ცოცხალი ხარ ციტყვით, ფრანგული ვარიანტი არის, ის არ არის საერთოდ. და იქ სწორედ იმაზე საუბრობს, ამახვილებს ყურადღებას, რომ სიამოვნება არის პოლიტიკა და ამ პოლიტიკას ჩვენზე წარმატებით ყიდიან სარეკლამო კომპანიები, ბიზნეს ინდუსტრია და რა თქმა უნდა პოლიტიკოსები სიამოვნებით ასრულებენ ამ დავალებას, ასე ვთქვათ. მე ვეცდები ორივე თეზა განვიხილო, ხელოვნება როგორც პოლიტიკური და ხელოვნება როგორც აპოლიტიკური. ორივე მხარეს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი პატარ-პატარა არგუმენტები, ზოგჯერ საკმაოდ სერიოზულიც უნდა ითქვას. და მე უკვე გავარკვიოთ ერთმანეთს შევთანხმდეთ, რომელი უფრო ლოგიკურია. არის ხელოვნება პოლიტიკური თუ არის ხელოვნება ზოგადად თავისი ბუნებით აპოლიტიკური მოვლენა. პირველ რიგში ტერმინებზე რო შევთანხმდეთ, მე პოლიტიკურში გულისხმობ მხოლოდ და მხოლოდ იმას არ გულისხმობ, მოდი ამას ვიტყვი ჯერ პოლიტიკურ აქტივიზმს და არც ხელოვანის ყოფნას საკანონმდებლო ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში და სასამართლოში. გულისხმობ მხოლოდ და მხოლოდ სოციალურ პოლიტიკურ ყოფნას პოლიტიკურ ცხოველად, როგორც ეს ჩვენზე ჭკვიანმა ადამიანმა თქვა, ჩვენ წელთაღრიცხვამდე და მე მგონია, რომ ყველა ადამიანი თავისი არსით ვერ აცდება იმას, რომ იყოს პოლიტიკური ცხოველი, რაც უნდა ბანალური იყოს ეს ამბავი. ხელოვნება რომ და შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია დასკვნაც გამოვიტანოთ, რომ ხელოვნება რომ არ იყოს პოლიტიკური, ამისათვის მას მოუწევს არ იყოს ადამიანური. მე არ ვიცი ესეთი ხელოვნება, რომელიც არ არის ადამიანური, ადამიანების შექმნილი, რა თქმა უნდა. უბრალოდ რამდენიმე მაგალითს მოვიტან, რომელიც უშუალო პოლიტიკურ აქტივიზმსაც უკავშირდება, შემდეგ უკვე გადავალ სხვა მაგალითებზე. მაგალითად 50-იან წლებში არსებობდა ასეთი დაჯგუფება, სიტუაციონისტების დაჯგუფება, რომლებიც მუშაობდნენ მარქსისტულ პრაქტიკაში, ასე ვთქვათ, მემარცხენე, მკვეთრად მემარცხენე დაჯგუფება იყო. ეს იყო არტისტების, მწერლების, მხატვრების, ერთი-ორი მუსიკოსიცერიათ დაჯგუფება და მათი ყველაზე თვალსაჩინო აქტი, ასე ვთქვათ, არტისტული აქტი გაკეთდა მათი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, როდესაც ორი ვერსია ამ ამბის ერთის, ორივე ვერსიაც ეთქვეს. ერთ-ერთი ვერსიით მათი პარტიის ყრილობა გადაიცემოდა რომელიღაც არხზე, ერთ-ერთ ცენტრალურ არხზე და აქ გამოვიდა ანაფორაში ჩაცმული ამ პარტიის თავმჯდომარე და ნახევარსაათიანი საუბარი ჰქონდა იმის შესახებ, რომ ღმერთი მოკდა
რაც იმ დროისთვის კონსერვატორი საზოგადოებისთვის და კონსერვატორი საზოგადოებისთვის ზოგადად ეს იდეა ცოტა მტკივნეული არის ხოლმე. მეორე ვერსია არის ორივე ვერსია დაუგუსტებელია რა თქმა უნდა, ორივეს არც ერთი არა ისტორიული გამყარებული, უბრალოდ ყველა ამბობს რომ აი ეს ასე იყო. მეორე ვერსია არის ის რომ ამ ლეტრისტების დაჯგუფება შევარდა ერთ-ერთ ეკლესიაში გაკოჭა ეპისკოპოსი და იქ გამოუცხადა, რომ ღმერთი მოკრა. ყველა შემთხვევაში ღმერთის სიკვდილი როგორც რაღაც უმაღლესი იდეალის სიკვდილი ამ მანიფესტაციით მოვიდნენ ისინი პოლიტიკაში და რა თქმა უნდა მათ არ ჰქონიათ ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა გასაგები მიზეზის გამო, როდესაც ასეთი პირდაპირია პოლიტიკოსი ცხადია რომ მას გაუჭირდება პოლიტიკაში ყოფნა. მით უმეტეს, როდესაც საკმაოდ რადიკალური არტისტული წარსულიც გიმაგრებს ზურგს. პოლიტიკურის და სახელოვნების გადაკვეთა ხშირად სრულდება ხოლმე ასეთი მარცხით, ერთ-ერთი მარცხი, არ ვიცი ეს მარცხია პრინციპში შეიძლება იყოს გამარჯვებაც ის რომ კატარში დააკავეს აი არაბული რევოლუციების დროს კატარში დააკავეს პოეტი რომელსაც აქვს ძალიან გრძელი სახელი და ვერაფრით ვერ ვიმახსოვრე ბოლოში არის ნაჯამი მახსოვს დაახლოებით 10 სახელი აქვს ამ ადამიანს რაღაც აბუბექ ისმაილ ჰაბიბ გრძელი სახელი ამ პოეტმა დაწერა ლექსი არაბულ გაზაფხულზე და მიესალმა რევოლუციას მაშინ და დაიჭირეს და მიუსაჯეს ჯერ სიკვდილი მაშინ გადარჩა სიკვდილს რატომღაც მე არ ვიცი რატო შეიცვალა ეს მუხლი მერე მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა სიკვდილს გადარჩა თუმცა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ერთი მხრივ რა თქმა უნდა არის ალბათ რაღაც თვალსაზრისით მარცხი ხელოვნების, როდესაც აი პოლიტიკაში მისი შესვლა იწვევს ფაქტობრივად განადგურებას, ფიზიკურ განადგურებას ავტორის, მაგრამ მეორე მხრივ არის ამაშიც რაღაც გამარჯვება, რაც უნდა აროგანტული და ესეთი ამაყი ჟესტი იყოს, ის რომ ხელოვნებას შეუძლია ჯერ კიდევ შეატყოს ადამიანები, შეატყოს პოლიტიკური ცენტრები და რაღაც გამოიწვიოს საზოგადოება ერთი სიტყვით მე აღარ ვამბობ რომ ადრე როგორც იყო ხო არის ესეთი მოარული ლეგენდა რომ ახალგაზრდა ვერტერის ნებანის გამოცემის შემდეგ ევროპაში თვითმფლობელობის რისკმა იმატა და ამის გამო ეს წიგნი ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში აიკრძალა ხო დღეს ახლა ალბათ ბევრი კითხულობთ ამ წიგნს მაგრამ თავს აღვიხოცავთ არც ერთი ასეთი ზეგავლენა არ აქვს ხელოვნებას ადამიანებზე სამწუხაროდ ვეღარ კლავს ლიტერატურა მაგრამ არაუშავს რაღაც გამოსავალი არის ხოლმე პერიოდულად ავტორები ახერხებენ რომ შეატყონ საზოგადოებრივი და განსაკუთრებით პოლიტიკური სივრცე ერთ-ერთი ბოლო ალბათ იყო გიუნტერ გრასი რომელიც ახლახანს გარდაიცვალა გიუნტერ გრასი ცნობილი ავტორი არის ნობელის პრემიის ლაურეატი და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან საინტერესო ბიოგრაფიაც აქვს. ის იყო ფაშისტი, როცა 17-18 წლის იყო, მაშინ ოფიციალურად ირიცხებოდა ნაცისტების არმიაში, უთვალისწინებელია უშუალოდ SS-ში. და ოღონდ ეს შემდეგ თვითონ გამოწყდა, ეს კაცი შვილმა არ იცოდა და სადღაც რამდენიმე 15-20 წლის წინ თვითონ გამოწყდა გიუნტერ გრასი რომ ის მსახურობდა ამ საშინელ არმიაში. თუმცა მე ვფიქრობ რომ მან თავისი ცხოვრებით დაამტკიცა რომ შეუძლია მოინანიოს და მას იშვიათად თუ წამოაძახებენ, ხოლმე ძალიან რადიკალური ჯგუფები თუ არ იქნებიან. ერთი სიტყვით, გრასმა დაწერა ლექსი სადაც აკრიტიკებდა ისრაელს პალესტინასთან მიმართებაში და ამან გამოიწვია საშინელი რეაქცია, მთელი ისრაელი ხო ლანძღავდა ამერიკის მემარჯვენეებთა ლანძღავდა და ევროპის არაერთი პოლიტიკოსიც უშუალოდ დაუპირისპირდა მას და ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდა ერთი სიტყვით და რა თქმა უნდა შეახსენეს თავისი ფაშისტური წარსული მაგრამ მე ვფიქრობ რომ აი ხელოვნების ასეთ მე მესმის რომ ეს მტკივნეული საკითხები არსებობს და ჩვენ ბოლოს ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში ვართ და გასაგებია რომ
რაღაც თემები არის, რაღაც ჯგუფები არის, რომელიც მოწყვლადია, რაღაც თემები არის, რომელიც ტკივნეულია და რომელთან სიფრთხილე მართებს ყველა ადამიანს, მაგრამ აი ხელოვნებაში ცოტა სხვანაირად არის ეს ამბავი და ხშირად ავტორები მე ვფიქრობ ამის ვალდებულება არ აქვს პირველ რიგში რომ ასეთი პოლიტკორექტულები იყვნენ პირველ რიგში თუმცა ეს პირადი გადაწყვეტილების შედეგი არიან ავტორები, რომლებიც არიან პოლიტკორექტულები, არიან ავტორები, რომლებიც პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ეს იდეოლოგიური სხვაობები საბოლოო ჯამში ავტორის შეფასებაზე, როგორც მაგალითად, კარგი მწერალია თუ არა გიუნტერ გრასინის გამო, რომ მან რაღაც დაწერა, ხო? პოლიტიკური კონტექსტის მიხედვით. მე მგონი რომ ეს მაგალითი ვერ იქნება საუკეთესო მაგალითი გრასის შემოქმედებითი დისკრედიტაციისთვის. მეორე მხრივ ახლა ეს ავტორები, რომლებიც უშუალოდ პოლიტიკაში მონაწილეობდნენ, ეს ერთია და მეორეა ავტორები, რომლებიც პირიქით გარბიან ამ პოლიტიკური აღსცენიდან, გაურბიან თუნდაც სოციალურ ურთიერთობებს და ბევრი ავტორი არის, რა თქმა უნდა, ესეთი პირველი ალბათ ყველაზე ცნობილი დღესდღეობით არის თომას ფინჩონი. რომელიც მაგალითად გამომცემლებს უკრძალავს, რომ თავისი სურათი დაატანონ წიგნზე. ამიტომაც ყველა წიგნი გამოდის მისი სურათის გარეშე. ვიკიპედიაშიც რო ნახოთ მისი გვერდი, ყველა მეც კი მაქვს სურათი, ჩემს გვერდსაც რო ნახულობ, აქვს სურათი და დადებული აქვს და წარმოიდგინეთ თომას ფინჩონს არ აქვს ეს. ცოტა ისეთი შედარება არის მესმის, მაგრამ გარდა ამისა, ცნობილი ასკეტია. მე ვფიქრობ ლიტერატურის ისტორიაში არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ასკეტი, რომელიც უბრალოდ ჩაიკეტა და კაცშვილმა არ იცის მის შესახებ არაფერი. ერთადერთი რაც დანამდვილებით შეგვიძლია ფინჩონზე ვთქვათ, არის ის, რომ არსებობს. სხვა ყველაფერი არის ცოტა ბურუში გახვეული. ასე იყო მისი ერთ-ერთი წინამორბედი. აი მაგალითად ახლა ხო ფინჩონზე რომ დავამთავრე ჟურნალისტები, მაგალითად რა თქმა უნდა ასეთ პერსონებს ეძებენ ხოლმე და სულ არ გამოდის არც ჟურნალისტებთან კონტაქტზე და ჟურნალისტებიც ვერ პოულობენ მაინც და მაინც რამდენიმე ინტერვიუ არ არსებობს მისი სუმწად ერთი სიტყვით. და ასე იყო მისი წინამორბედი ჯერომ სელინჯერის. მე უბრალოდ დავალაგებ რამდენიმე ავტორს, რამდენიმე ვთქვი, რომელიც უშუალოდ პოლიტიკურ აქტივისტში იყო, რამდენიმეს ვთქვი, რომელიც პირიქით არის და ამის შემდეგ შევაჭამებ ერთგვარად. მეორე ასეთი ავტორი არის მისი წინამორბედი ჯერომ სელინჯერი, რომლის სიტუაცია ცოტა განსხვავებული იყო იმ თვალსაზრისით, რომ ის მაგალითად ახალგაზრდობაში არ გაურკვევდა პრესას, პირიქით ძალიან უყვარდა თავის მოწონება ჟურნალისტებთან. თუმცა უბრალოდ რაღაც პერიოდის მერე მიხვდა, რომ ეს ყველაფერი მორალურად ცვეთდა და გადაწყვიტა, რომ განდეგილივით ეცხოვრა და შეწყვიტა ყველანაირი კონტაქტი გარე სამყაროსთან. ძალიან ცნობილი ფოტო არის მისი, თუ არ გინახავთ, მარტივად შეგიძლიათ ნახოთ, როდესაც პაპარაცი ხო, ანუ მივიდა მასთან და გამოეკიდა ჯოხით. ეს ჯოხის დარტყმის პროცესი ჩანს კამერაში, როგორ უტყამს ჯოხს გამეტებით, ძალიან შეშლილი სახე აქვს ჯერომ სელინჯერს. ესე გამეტებით უტყამს პაპარაცის. ესეც და გარდა ამისა ჩვენ ყავს რუსეთშიც, მეზობელ ქვეყანაშიც ერთი ასეთი ადამიანი, რომელიც ასევე ბურუსით არის მოცული, ეს არის ვიქტორ პელევინი, რომელიც ყველანაირ პოლიტიკურ და სოციალურ ავანსცენას გამოეთიშა. არის ასეთი მითი, რომ ვიქტორ პელევინი არ არსებობს და მის მაგივრად წერს მისი გამომცემელი. მისი ფოტოც მართლაც რამდენიმე ფოტო არსებობს. მის შემთხვევაშიც ამ თვალსაზრისით გავს თომას ფინჩონს და მე ერთი სერიალი ვნახე ამას წინათ, რაღაც რუსული სერიალი იყო და იქ იყო ეს სიტუაცია გაშარჟებული ერთგვარად, როდესაც შედის რესტორანში ვიღაც მაწანწალა და შემთხვევით ეგონებათ, რომ
ეს ვიქტორ პელევინია ეტყვის ერთი მიტანი მეორეს, მე ეს მიტანი ეტყვის დირექტორს და როგორ ხვდები რომ ვიქტორ პელევინი ეუბნება ნანახი ყავს არა ის რომ არავის არ ყავს ნანახი მაგრამ რაღაცით ვიქტორ პელევინს გავს ნანახი არავის არ ყავს ხო და ერთ სიტყვით ეს მაწანწალა საბედნიეროდ კარგად დააყურეს იმის გამო რომ შესაძლოა ის ყოფილიყო ვიქტორ პელევინი საქართველოში არ ვიცი ასეთი ვინ შეიძლება იყოს ალბათ ოთარ ჭილაძე ოღონდ ეგეც სელინჯერის არ იყოს ბოლო წლებში ალბათ ახალგაზრდობაში არ იყო ასეთი ჩაკეტილი შემდეგ უკვე ჩაიკეტა და მე ვფიქრობ რომ ალბათ ყველა ხელ მეც შეიძლება როცა რაღაც ასაკი მომიწევს აი ესე ჩავიკეტო ეს ფუფუნება არის ძალიან დიდი ფუფუნება ხო რომ ჩაიკეტო შენთვის იყო და გაწყვიტო კავშირი გარესამყაროსთან რომელიც გღლის კარგი რაღაცებიც აქვს უნდა ვაღიარო გადასარევი რამეებიც ამ გარესამყაროსთან კონტაქტს მაგრამ მიაქვს შენი ენერგია შენი რესურსები და კლავს როგორც ავტორს როგორც შემოქმედს რა თქმა უნდა კლავს აბსოლუტურად ამიტომ არ ვიცი შეიძლება რაღაც პერიოდის მერე დაფიქრდეს ადამიანი მაგაზე აი ასეთი სიტუაცია არის ორივე ბანაკში მით უმეტეს ახლა დღეს როდესაც პელევინზე არის ლაპარაკი ხო ასეთი ინფორმაციული რეალობის პროცესში არის ძალიან უცნაური რომ ადამიანი ახერხებს დამალვას მედიისგან პრესისგან იმიტომ რომ მედია აღწევს ჩვენს საძინებლებშიც კი და გარდა იმისა რომ ის თვითონ აღწევს ჩვენ თვითონ ვფენთ ამ ყველაფერს ხო აი აგრესიული ურთიერთდაკვირვების რეჟიმში ვართ და იმისაც რომ ჩვენ გამოვფინოთ რაც გვაქვს ამ Facebook-ზე სტატუსი თან არ ვიცი რაღაც საჯარო საუბრები და ასე შემდეგ უბრალოდ ერთი რამ არის აი ეს მაგალითები რომელიც მოვიტანეთ თუნდაც ფინჩონის სელინჯერის ნაწილობრივ ჭილაძის გიწილად პელევინის ეს მაგალითები არის თუ არა აპოლიტიკურობის ნიმუში აი ეს კითხვა შეიძლება გაჩნდეს და მე პირადად პასუხობ რომ არ არის ეს რეალურად ჩემი გადმოსახედიდან აპოლიტიკური პოზიცია მე ვფიქრობ რომ სამყაროდან განდგომაც არის პოლიტიკური პოზიცია მე ვფიქრობ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური პოზიცია პოლიტიკური სოციალური რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, მთლად შეიძლება ახლა დიოგენესავით კასრში ვერ ჩაჩნდე, მაგრამ ის რომ შენ წდები იმ ყველაფერს, რაც გარშემო ამოძრავებს ამ სამყაროს, ხო, საკმაოდ ისეთ გაბედული ნაბიჯი არის და საკმაოდ ისეთ პოლიტიკური ნაბიჯიც არის, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ხელოვნების პოლიტიკურ ძალას, რამდენად აქვს მას, ახლა რომ კი ვამბობთ, რომ კი ბატონო, აი ხელოვანი არის სამავდროულად პოლიტიკური არსებაც, მაგრამ რამდენად შეუძლია, რომ ეს მისი პოლიტიკურობა იყოს რაღაც ზეგავლენის მქონე. იყო რა არის ახაც რუსი ხელოვნებაცოდნე, რომელიც რუსეთში აღარ ცხოვრობს, დასავლეთში არის. ბორის კროისი, რომელსაც აქვს ძალიან ისეთი ორაზროვანი გამონათქვამი, რომ ხელოვნებას ახლად შეუძლია მოახდინოს ზეგავლენა პოლიტიკაზე და შეარყიოს პოლიტიკური ცენტრები, ისევე როგორც ცივი ომის დროს. საქმე ისაა, რომ ბორის კროისი, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი ხელოვნებაცოდნე, უბრალოდ დიდი შარლატანიც არის და ხშირად ძალიან რთულია იმის გაგება, სად არის სერიოზული. მე ვფიქრობ, რომ აქ უბრალოდ დასცინა ყველას, იმიტომ რომ მე არ მგონია, რომ მაგალითად ცივი ომის დროს ხელოვნება ყოფილიყო პოლიტიკურად რაიმენაირად უფრო ძლავრი ვიდრე სხვა დროს. მე ვფიქრობ, იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე ალბათ პოლიტიკური ზეგავლენის არ მქონე იყო. ამიტომაც შეგვიძლია ეს გავიგოთ, როგორც ის რომ ხელოვნებას არც მაშინ ჰქონდა ზეგავლენა და არც ახლა არ აქვს. მეორე მხარეა ამ ყველაფრის ის რომ არის თუ არა საერთოდ აუცილებელი რომ ხელოვნება მიემართებოდეს მაინც და მაინც ძალაუფლების ცენტრებს, აკრიტიკებდეს მას და ასე შემდეგ. ანუ არის თუ არა ეს აუცილებელი პირობა იმისათვის რომ ხელოვნება გაფორმდეს ხელოვნებად ან ასეთად აღვიქვათ ის თუნდაც ძალიან ისეთ
მოკლე დროში. და შეუძლიათ კითხოთ თუ რა თქმა უნდა. კი, ახლა შეგიძლიათ. არა უშავს გაგახსენდებათ. ხო, აი ამ ხელოვნების პოლიტიკურობაზე რომ გავაგრძელო ისე ძალაზე. მაგალითად ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორი, ვინც აბსურდის ესთეტიკა განავრცო ბრეხტი, მიიჩნევდა, რომ თეატრის მთავარი ფუნქცია უნდა ყოფილიყო ის, რომ მას ზეგავლენა მოეხდინა, პოლიტიკური ზეგავლენა მოეხდინა მაყურებლებზე. და გაეზარდა ერთგვარად პოლიტიკური ცნობიერება გაეზარდა მაყურებლების. არის ასევე ძალიან ისეთი დღემდე საკმაოდ პოპულარული მემარცხენე აზრი, რომ ლიტერატურა უნდა იყოს იარაღი კლასებს შორის ბრძოლაში. მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ცოტა სიმართლე ყველგან არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ის რომ ლიტერატურა ვაქციოთ რაღაც იარაღად, მე თვითონ რაღაც იდეოლოგიების ბრძოლაში ვფიქრობ, რომ ეს ლიტერატურას გახდის რაღაც იდეოლოგიების ყურმოჭრილ მონად, რაც მე ვფიქრობ, რომ არ იქნება ყველაზე კარგი, რაც შეიძლება ლიტერატურას დაემართოს. ჩვენ მithumetes მტკივნეული მოგონება გვაქვს ამ ხრივ, როდესაც საბჭოთა კავშირში ლიტერატურის პოლიტიკურობა სრულიად საპირისპიროდ გაიგეს როგორც ლიტერატურის პოლიტიზება, ლიტერატურის აყვანა რაღაც სახელმწიფო რანგში და შესაბამისად სახელმწიფო აკონტროლებდა თუ როგორი უნდა ყოფილიყო ლიტერატურა, როგორ უნდა ეწერა წერილებს, ეხადა მხატვრებს და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ხელოვნება, წერილობა, მე ძირითადად მაინც წერილობისკენ გამეგვისენა, პირველ რიგში არის სამყაროს შესახებ თხრობა და ამას ახლა რაღაც რა თქმა უნდა, ის აუცილებლად არის პოლიტიკური ჟესტის მქონე, იმიტომ რომ ჩვენ დღეს რო ვესალმებით ერთმანეთს, ეგეც კი რაღაც პოლიტიკური ჟესტი არის, ხო? გავიხსენოთ უბრალოდ ისტორია, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი, მაინც და მაინც აუცილებელია, რომ რაღაც ხელოვნება იყოს ან პოლიტიკურ ცენტრებთან უშუალო კონტაქტში. ერთი იყო საბჭოთა კავშირის მაგალითი, რომელიც ძალიან ცუდია, მეორე არის შუა საუკუნეების მაგალითი, როდესაც თითქმის ყველა ხელოვანი იყო უშუალო ძალაუფლების ცენტრებთან დაკავშირებული. ჩვენ ვიცით, რომ მეფეს, შაჰს ან ვიღაც მმართველს ყოველთვის ყავდა კარის პოეტები და ჩვენი ყველაზე დიდი ტექსტი, რაც გვაქვს ქართული, ისიც სამეფო კარზე არის შექმნილი და იქვე შესავალშივე, თუ ეს შესავალი არის ავთენტური, რამდენიმე რუსთველოლოგს აქვს აზრი, რომ ეს შესავალი საერთოდ არ ეკუთვნის ვეფხისტყაოსანს, მაგრამ შორი თემა არის. ერთი სიტყვით იქვე არის ახსნილი, რომ უბრძანეს მათაც აქებრად თქმა ლექსებისა თკბილისა. არის კიდევ სხვა მაგალითები, როდესაც ფირდოუს მაგალითად ერთ სტროფში ერთ ოქროს დინარს უხდიდნენ და გადასარევი გასამრჯელო არის, ალბათ არ იტყოდა არც ერთი პოეტი. უბრალოდ ცოტა განსხვავება ის იყო, რომ შუა საუკუნეებში სხვა კონტექსტი იყო, სხვა მოცემულობა იყო. მეფე ან შაჰი, ეს იყო მეფის ნების აღმასრულებელი დედამიწაზე, ასე იყო და ამიტომაც ცხადია, რომ ეს მსახურება, თქვა შაჰისადმი ან მეფისადმი სახელოვნებო მსახურება არ აღიქმებოდა როგორც თქვა პოლიტიკური ცენტრებისადმი მსახურება, რაღაც მიწიერი ძალაუფლების კონეთათვის მსახურება, ეს იყო უშუალოდ მედიატორისადმი მსახურება, რომელიც ღმერთსა და ადამიანებს შორის რაღაც ურთიერთობებს აკოწიწებდა. ამიტომაც ეს მორალური ცვეთა ნაკლები იყო, მაგრამ თანამედროვე სივრცეში, როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ თლიანად სეკულარულ სივრცეში, ხო? აი აქ რთული არის, რომ ხელოვანს არ დაეწყოს ფრუსტრაცია ძალაუფლების ცენტრებთან პერმანენტული ურთიერთობისას. ძალიან რთული არის და ძირითადად ასე ხდება, მე ვხედავ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სახე, იმიტომ რომ ისინი ხშირად ურთიერთობენ ძალაუფლების მქონე ადამიანებთან. მტკივნეული არის მათი ყურება, მაგრამ მე ვერაფერს გავხდები. ტრაგიკული არის, გარდა ყველა
ხელს რომ თავი დავანებოთ მათი შემოქმედებითი უნარების ნელ-ნელა იშლიტება, იმიტომ რომ რაღაც თვალსაზრისით ფიტავს ეს ურთიერთობა არ არის ერთი სიტყვით ხელოვანისთვის მომგებიანი. რატომღაც ასე გამოვიდა, თუმცა შეიძლება რაღაც საპირისპირო მაგალითების თქვათ რამდენიმე მაგალითად. თუმცა ეს ხელოვანის და ხელისუფლების ურთიერთობა არ შუა საუკუნეებში არ დაწყებულა. ათენში მაგალითად საზოგადოებრივას ქმნიდნენ პოეტები და თეატრები, იმიტომ რომ ძირითადი აუდიტორია მათ ყავდათ. ისინი კრებდნენ ადამიანებს, რომლებიც უსმენდნენ, რომელთაც სიამოვნებას ანიჭებდნენ და გარკვეულ გზავნილებსაც უშვებდნენ, რა თქმა უნდა. ამიტომაც ხელისუფლება ყოველთვის ხელისუფალი ცდილობდა, რომ ეს ადამიანები ახლოს ხოვოდა და არ გაებრაზებინა, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, თუ გააბრაზებდნენ, შეეძლოთ, რომ თავიც მოიჭრათ პოეტისთვის, არც ეგ არ იყო პრობლემა. თუმცა მაინც შარს ერიდებოდნენ, ასე ვთქვათ. მეორე მხრივ ეს პრივილეგიები რიგდებოდა უხვად, ხო? როგორც ვიცი ჩვენ უახლოესი ისტორიიდანაც, რომ პრივილეგირებული ხელოვნების შესახებ ერთი სიტყვით. მეორე მხრივ, როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ ხელოვნებას უნდა ჰქონდეს პოლიტიკური კოდები, ასე ვთქვათ, უხეშად რომ ვთქვათ, გულისხმობს იმასაც, რომ ხელოვნებას აქვს სპეციფიკური ენა, რომელიც თავისი ბუნებით უკვე არის პოლიტიკური, ის რომ ხელოვნება, აი მაგალითად ხო არის გამოთქმა გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, ხო? ხელოვნებაში პირიქით არის, ხელოვნებაში გამარჯვებულებს ასამართლებენ, ხელოვნება ყოველთვის დამარცხებულის მხარეზე არის. ძირითადად რა თქმა უნდა, ყოველთვის არის. მაშინაც, ამიტომაც სუსტების, ჩაგრულების, უძალოების უხმოების აი მათ მხარეზე დგას ხელოვნება ძირითადად. და ამიტომაც ცხადია, რომ ხელოვნების ენა რაღაც თვალსაზრისით ყოველთვის არის მემარცხენე. მე რა თქმა უნდა ხელოვნების დაყოფას მემარჯვენე და ცენტრისად არ ვაპირებ, მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით ხელოვნების ენა ყოველთვის არის მემარცხენე, მაშინაც, როდესაც ამას წერს ან ხატავს მემარჯვენე ავტორი და საუკეთესო მაგალითები გვაქვს ჩვენ, თუნდაც ეზრა პაუნდის, რომელიც იყო ფაშისტი, არა უბრალოდ ახლა დღეს ბევრზე ამბობენ, ის ფაშისტია, ის ფაშისტია და რიგდება ეს სტატუსები, ესე თავისუფლად, ის მართლაც ფაშისტი იყო, იდეურად იყო, სიცოცხლის ბოლომდე იყო ფაშისტი, მაშინაც როდესაც ჯანზე იყო და მაშინაც როდესაც გაგიჟდა. ერთი სიტყვით ამ ადამიანის ლექსები, ანუ ფაშიზმი ან როგორც ულტრა მემარჯვენეობა, ხო? და ამ ადამიანის ლექსები რომ წავიკითხოთ, ეს არის მათი უმეტესობა არის ლამის სოციალისტური მანიფესტები, ხო? რომელიც აგებულია და მიმართულია სოლიდარობაზე, ჩაგრულების თანაგრძნობაზე, თანალმობის გაგვიძებაზე და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით იმაზე, რითაც მემარცხენეობა არის მემარცხენეობა, ხო? ამიტომაც ცხადია იმის თქმა, რომ ხელოვნებას აქვს სპეციფიკური ენა და ეს ენა ძირითადად მაინც იხრება მარცხნივ, ეს აზრი რაღაც თვალსაზრისით არის მართალი. და როგორც უკვე აღნიშნე, მათ შორის მემარჯვენე ავტორების შემთხვევაში, იმიტომ რომ მარტო ეზრა პაუნდი ხო არ იყო კნუთ ჰამსუნი, რომელსაც მთელი მანიფესტი აქვს, ბოლოს და ბოლოს კნუთ ჰამსუნის შიმშილი, ეს არის იმაზე თუ რა იმართება ადამიანს საზოგადოებაში, სადაც არ არის სოლიდარობა. როგორ ინგრევა ადამიანის ფსიქიკა, როდესაც არ არის თანაგრძნობა საზოგადოებაში. მაგრამ კნუთ ჰამსუნი იყო ფაშისტი, ისევე როგორც ბერნარდ შოუ იყო ფაშისტი. და ასე შემდეგ ბევრი ისეთი ავტორი, რომლებზეც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ეს არ იქნება ბრალდება, ეს არის ისტორიული ფაქტი. მაგრამ ლიტერატურა რა თქმა უნდა, ეს არ არის უნივერსალური კანონი, ლიტერატურა არის მრავალგვარი და შეიძლება ის განადიდებდეს ძალაუფლების ფლობელსაც და არა მხოლოდ მათ ვისაც არ აქვს ძალაუფლება და ასეთი ავტორებიც არაერთი ვიცით, ბალზაკს აქვს საინტერესო გამოთქმა, რომ მე არ მძუც მეფეები, ისინი საინტერესო გასართობს წარმოადგენენ.
ეს პოზიცია ჩემთვის ყველაზე ესეთი საინტერესო არის. მით უმეტეს ახლა ეს ძალაუფლებასთან ხახუნზე სულ მახსენდება შარლი ებდო, რომელიც სულ უკირკიტებს ამ ძალაუფლების ცენტრებს. ზოგჯერ ფიქრობენ, რომ მას შემოეკირკიტება ისინიც, ვინც ამას არ იმსახურებენ, დაჩაგვრული ადამიანებიც. მაგრამ ეს არის ხელოვნება, ის ხშირად არ არის ასეთი პოლიტკორექტულობით დაკავებული. შარლი ბოლოსაც რაც მოხდა ამაზე, შარლი ებდო ჩემი აზრით არის პოლიტიკური სატირის ყველაზე კარგი ნიმუში, რაც შეიძლება იყოს უკომპრომისო პოლიტიკური სატირის, ამიტომაც არის, რომ მას თანაბრად ლანძღავენ მემარჯვენეები, მემარცხენეები, ცენტრისტები, ფემინისტები, კონსერვატორები, ყველა, რა თქმა უნდა, ამ ყველა ჯგუფიდან რამდენიმე ადამიანი მაინც უჭერს მას მხარს, მაგრამ საბოლოო ჯამში ის აღიზიანებს ყველას, იმიტომ რომ რეალურად ეს არის პოლიტიკური სატირა, მან უნდა შექმნას პრეცედენტი თუ როგორ შეიძლება დაიშოქოს საზოგადოება, როგორ შეიძლება დაფიქრდეს რაღაც თემებზე საზოგადოება. ის ბავშვი, რომელიც გამორიყა ზღვამ და რომელიც აქცია მთელმა მედიამ რაღაც ცუდი გამოთქმა, მაგრამ სამომხმარებლო საგნად და სარეკლამო პროდუქტად, ხო, ყველაზე ადეკვატურად იყო ასახული შარლი ებდოს ამ კარიკატურაში. სხვა შორის შარლი ამ კარიკატურისტმა, რომელმაც დახატა ეს ბავშვის კარიკატურა, მიუძღვნა თავისი ეს კარიკატურა ამ ბავშვის ხსოვნას და ამითაც ყველაფერია ნათქვამი, რომ ეს არ იყო ბავშვის დაცინვა, ის იყო იმ საზოგადოების დაცინვა, რომელმაც დიდი მანიპულაციები ჩაატარა ამ ბავშვის სახელით, ასე ვთქვათ. ძალაუფლების შესახებ, ხო, აი ძალიან საინტერესო ქართული ხალხური ზღაპრები სხვათა შორის აქ ხშირად არის ხოლმე ესეთი როდესაც პირდაპირ ხედავ, რომ ავტორი დგას უმცირესობის მხარეს, დაჩაგვრების მხარეს, მას ნაცარქექია რო ავიღოთ, ნაცარქექია ეს არის უმწეო ხმის არ მქონე რაღაც შეიძლება ითქვას პროლეტარი, რომელმაც უნდა დაამარცხოს ბურჟუა დევი, რომელსაც ბევრი საჭმელი აქვს და ასე შემდეგ. აქაც ხო, ტირანია რაც თავარია, დევი არის ტირანიის სიმბოლო და აქაც ამ ტირანიის და ინდივიდის დაპირისპირება ძალიან ნათლად ჩანს. და რახან წეგან ვახსენე ვეფხის ტყავსანი, ოღონდ აღარ მახსოვს რა კონტექსტში ვახსენე, უბრალოდ ამ ძალაუფლების შესახებ ორიოდე სიტყვას ვიტყვი ამასთან დაკავშირებითაც, იმიტომ რომ გამოგვადგება ესეც, იცით რომ ვეფხის ტყავსანიც რაღაც დროის განმავლობაში იკრძალებოდა, თუ არ ვცდები, ჩვენ გვაქვს უძველესი ხელნაწერი, ეს არის მე-17 საუკუნის და ეს ხელნაწერი სხვა უფრო ძველი რომ არ გვაქვს არის ერთ-ერთი მიზეზი ის რომ ის პერიოდულად ნადგურდებოდა ხოლმე, ანადგურებდა ქართული სასულიერო ფენა ძირითადად და ეს დასტურდება დოკუმენტებით, დასტურდება თუნდაც იმ ხელნაწერით რომელიც გვაქვს, სადაც წარწერილი არის ინტერპოლატორის ანუ და ამატებლის, ან ვინც ამატებდა რაღაცებს შენიშვნის სახით, რემარკის სახით, იქ მიწერილი აქვს რომ თქვა ზუსტად არ მახსოვს პირველ თავი დასაწყისი ნათქვამია იქ სპარსულად ვუხმობთ ვეფხის ტყაოსნობით არა შეიქმს ხორცს არსულად საერო არ ახსენებს სამებას საერთარსულად თუ რა იკითხოს მონაზონმა შეიქმნების გაპარსულად მონაზონი მღვდლის ზოგადად სასულიერო ფენის სახელი იყო ასე ვთქვათ მღვდელს თავს გააპარსინებს ვეფხის ტყაოსნის საკითხვა ისეთი საშინელება არისო. და ოფიციალური პირებიც იყო ანტონ კათალიკოსი, რომელიც ჯერ ენობრივ ცენზურაში იყო შემჩნეული, როდესაც სამი სტილის თეორიის თავს მოხვევა უნდა ზოგადად სალიტერატურო ენისთვის. მაგრამ უფრო დიდი წოდებიც არის მის კისერზე, მან ის ძალიან დიდი ძალაუფლების მქონე იყო და ისი თვადახა ზუსტ ციტირებას ვერ ვიტყვი, მაგრამ ამაოდ დაშვრა რუსთველი, იმიტომ რომ მან ეს საშინელი ნაწარმოები შექმნა ერთი სიტყვით. ბრალდება ისიც, ეს ბრალდება არ არის, ზოგი მეცნიერი ცდილობს რომ
დაამტკიცოს რაღაცნაირად თეორიულ დონეზე, რა თქმა უნდა, საბუთი არ არსებობს, რომ მას არ გადაუყრია მტკვარში ვეფხისტყაოსანი, თუმცა არის ძალიან გავრცელებული აზრი, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის, რომელზეც დგას ქართული ისტორიოგრაფია, ის რომ ანტონ კათალიკოსმა გადაყარა წყალში ვეფხისტყაოსანი. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ აქვს. იყო სხვა სასულიერო პირი, ასევე დიდად ზეგავლენიანი, ეს იყო ტიმოთე გაბაშვილი, რომელიც ამბობდა, რომ ვეფხისტყაოსანმა გარყნა ქართველი ქალები. ასეთი დეფინიცია ჰქონდა ერთი სიტყვით. ძალიან რთულია დღეს დავიჯეროთ, რომ ვეფხისტყაოსანმა შეიძლება ვინმე გარყნას, მაგრამ ასეთი აზრებიც არსებობდა და ამიტომაც ის იდევნებოდა. ახლა მე ცენზურაზე აღარ მოვყვები, ძალიან გაგვიგრძელდება უბრალოდ ეს საუბარი, უბრალოდ ეს არის ერთ-ერთი კარგი ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება არასწორად გავიგოთ ხელოვნება, ხელოვნების გზავნილები, მათ შორის ის გზავნილები, რაც შეადგენს პოლიტიკურ პოზიციონირებას ავტორისას და ძირითადად როგორც წესი, მაშინაც კი როდესაც არის ხელოვანი აპოლიტიკური, კიდევ ერთხელ რეზიუმეს სახით რომ თქვა, მაინც მასში არის პოლიტიკური პოზიციონირება, ის რომ ჩვენ ვდგავართ კონკრეტულად ავტორის სიმპათია ჩანს კონკრეტული სოციალური ჯგუფების მიმართ, ეს მე ვფიქრობ, რომ არის პოლიტიკური ჟესტი. მე შემიძლია დასკვნის სახით წაგკითხოთ არა ჩემი ლექსი, უნდა შევემზადოთ იმისთვის, რომ არ არის უხამსი ლექსი არის, მაგრამ ესეთი კარგი ლექსი არის. ეს არის ვალერი ნუგატოვის თანამედროვე რუსი პოეტის, პოსტავანგარდისტის საინტერესო ლექსი. აქტუალური პოეტების ცხოვრება ქვია, უკვე დაკრძალეს მეგობრებმა, რომელიც სინამდვილეში არის ძალიან სევდიანი ლექსი. ძალიან გრძელი ლექსია სხვათა შორის, სანამ ამაზე გადავალ, ვიტყვი რომ ადრე სამხატვრო აკადემიაში წავიკითხე და მაშინაც 200-როვანი დამოკიდებულება გაჩნდა ამ ლექსის მიმართ, ზოგი ძალიან მოეწონა, ზოგი აღშფოთდა. მე ვფიქრობ, რომ ეს აღშფოთებაც არის რაღაცნაირად ხელოვნების ერთ-ერთი დამახასიათებელი. მე ვფიქრობ, რომ ხელოვნება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის არ არის, რომ როგორც ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზოგადო მოღვაწე იყო და გული მოგხაროს, ხო? ამ ლექსის სანამ გადავალ, აუცილებლად მინდა რომ შევეხო იმ ავტორს, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პოლიტიკური არის, ეს არის მარკესი, რომელიც ასევე ახლახანს გარდაიცვალა. ყველა გამოგვეცალა. მისი ცხოვრება პირადი და პოლიტიკური საყოველთაოდ არის ცნობილი. გამოირჩეოდა ძალიან რადიკალი მარცხენა იყო, კომუნისტი. და დინების საწინააღმდეგოდ მიდიოდა ერთი სიტყვით მთელი ცხოვრება. მისი შემოქმედებას ხშირად იცი რა, რამდენიმე პლანია მის შემოქმედებაში, რომელიც ასეთ შეიძლება წაიკითხო, ისეც უბრალოდ არის რაღაც მესიჯები, რომელიც წაკითხვის შემდეგ ხვდები, რომ ეს არის პოლიტიკური ნაღმები. აი ბოლო რომანი, სადაც აი სრულიად უკომპრომისო რომანი, მე მგონი ბოლოა იმის მერე გარდაიცვალა. ეს არის პატრიარქის შემოდგომა, რომელიც ერთი დიდი პოლიტიკური საგა არის, ხო, დიქტატორის შესახებ და ეს დიქტატორის კრებითი სახე არის. ყველა შეიძლება ამოვიცნოთ. ჩვენი ახლანდელები, ყოფილები, გარშემო მეზობლები, ყველა ცოტ-ცოტათი ყველა გავს ამ კრებით დიქტატორს და ერთი საინტერესო მომენტი აქვს, როდესაც რუბენ დარიოს საღამოზე შედის დიქტატორი, მას უყვარს ხელოვნება სხვათა შორის, ეს ძალიან საინტერესოა. ეს დიქტატორების შემჩნევლები არიან, რომ უყვართ ხელოვნება. რაღაც მაზოქისტური სიყვარულით. იქ სპექტაკლებს ესწრება, ეს კიდე ცალკე ამბავი არის მთელ რომანს, რა თქმა უნდა, ყველას გაქვს წაკითხული ეს და არ გკადრებთ ახლა რომ მთელ რომანს მოგიყვეთ. იქ არის ერთი საინტერესო პასაჟი, როდესაც ამ რუბენ დარიოს პოეზიის საღამოზე მიდის და უსმენს და ძალიან მოსწონს ეს პოეზია და სვამს კითხვას, თუ შეიძლება ამ ხელმა შექმნას ასეთი ლამაზი
ლექსები და შემდეგ ტუალეტში გამომიწმინდას. პირდაპირ ასე ამბობს. ძალიან უხეშად წერს სხვათა შორის ამ ბოლო რომანში მარკესი არ ერიდება ის ცნობილია რომ ხშირად ევფემიზმებს მიმართავს იმისათვის რომ რაღაც წააკითხოს ასე ვთქვა და მაგას რომ ვკითხო მაგას ყავს მკითხველობით უყავს ხო ცხადია თუ იმეს ყავს სოფლიოში მაგრამ ეს ბოლო რომანი განსაკუთრებით უკომპრომისო იყო იმიტომ რომ ეს ყველაზე რბილი და ესეთი რამ არის რაც შეიძლება ეხლა დღეს მე თქვა ამ რომანიდან საკმაოდ უხეში არის ერთი სიტყვით არ ინდობს არავის არ საკუთარ მკითხველს მე მგონი გავიდა 1 საათი თითქმის და წავიკითხავ აქტუალურ პოეტების ცხოვრებას ვალერი ნუგატოვი ძალიან სასაცილო ლექსია ხო თან სევდიანი და აი ბოლო მე ეს არის ნორიკ ბადოიანის თარგმანის საავტორო უფლებები რომ არ დავარღვიო და აი ბოლო მე გავხდი აქტუალური მეინსტრიმ პოეტი დაყლეა მოგდებული ჩემს სასახლეში ფარჩის დივანზე ვწევარ და მილაკებად შეხვეული ასევროიანი კუპიურებით ვისუნთქავ ხათქათა კოკაინს კარს მიღმაგი თავმოყრილნი არიან ყველა უმსხვილესი გამომცემლობისა და ჟურნალის დამცირებული რედაქტორები და მორჩილად ელოდებიან როდის ვინებებ მათი არეული თხოვნების მოსმენას და მივცემ უფლებას კიდევ ერთხელ გამოაქვეყნონ ჩემი დიადი უბერებელი შედევრები მე ყოველ ჯერზე ვზრდი ჰონორარის რაოდენობას ყველა გამომცემელი მზა და უკანასკნელი ფულიც გადმოალაგოს ოღონდ მე დავთანხმდე მე კიდევ ერთხელ ვასამაგებ ჰონორარს და უხალისოდ ვთანხმდები და ხელს ვაწერთ ხელშეკრულებას ამ ხელმოწერის მაგივრად დამაყრუებელი ხმაური ცხვირში ვუკვებ გამომცემლებს ვაფუთხებ მათ დამწუხრებულ დამცირებულ მიწისფერ სიფათებში ვაჯვამ მათ თავიდან ფეხებამდე ამ დროს კი ახალგაზრდა მაცდური გარეგნობის კორექტორი ქალები მონდომებით ლოკავენ ჩემს ყრილ გაპარსულ ყვერებს ახალგაზრდა მომხიბლავი გარეგნობის უმცროსი რედაქტორი ქალები 4-ნი 5-ნი ან 6-ნი ერთად ვნებიავენ ყლაპავენ ჩემს გაფრიქინებულ ჟოლოს ფერყლეს ახალგაზრდა გამომაყლევებელი გარეგნობის დამკაბადონებელი ქალები ნაზად უსმევენ ბას ვარდისფერ ენებს ჩემს გიგანტურ მეწამულ ყლის თავს ახალგაზრდა მგზნებარი დიზაინერი ქალები კი თავაზიანად მიშლიან თავიანთ ქორფა არომატულ დუნდულებს და მე ვუდებ თითოეულს მუდელში და ტრაქში და გძელია და სამახსოვროდ ჩუქნილ ლექსებს უმსხვილესი გამომცემლობისა და ჟურნალების დამცირებული რედაქტორები კი ნერვულად ანძრევენ კუთხეში შეყრილნი და შავი შურით ჩემი წინვალე დიდების ხოლო არააქტუალური უცნობი მარგინალი პოეტები ნერვიულად ანძრევენ მეორე კუთხეში შეყრილნი და შავი შურით ჩემი საქვეყნო სახელგანთქმულობის ჩემი მოთხოვნადობის ჩემი დაფასებულობის ჩემი სიცოცხლის წარმატების ჩემი სიდიადის ჩემი ბედნიერების მე კი დავცინი მასხრად ვიგდებ ვეძახე მათ ბრიყვებს ვერსრი აყროლებულ წინდებს და ჩაჯმულ საძღვებს ვაიძულებ ჭამონ ჩემი მწყნარი და დალიონ ჩემი შარდი ვურტყამ წიხლებს საზარდულში ყვერებში მუცელში და ისევ საზარდულში ყველანაირად ვამცირებ შეურაცხყოფ აბუჩად ვიგდებ ვაკნინებ მიმყავს ცრემლებამდე ისტერიკამდე პანიკამდე სუიციდურ ფიქრებამდე და ვტკბები მათი დამცირებით მათი უბედურებით მათი ტკივილით და ცრემლებით წევ გასისხლიანებული იატაკიდან მათ საცოდავ გაღებილ სიფათებს და ვეუბნები მათ შეშინებულ მყრიე თვალებში ჰანა ბიჭრებო შესანსლეთ მე აქტუალური მეინსტრიმ პოეტი ვარ მე ყველაფერი ყლეზე მკიდია თქვენ კი მწყნერივით გაწოლილ ხართ აქ მე პოეტი ვარ თქვენ კი მწყნერი მე პოეტი ვარ თქვენ კი მწყნერი მე პოეტი ვარ სიკეთისა და სინათლის პირმშოთ ახლა უნდა მიგმოწვოთ დიდი მადლობა აი ეს ლექსი არის პოლიტიკური და ძალიან სევდიანი სხვათა შორის, იმიტომ რომ ეს არ არის აქტუალური მეინსტრიმ პოეტი. ის არ წერს საკუთარ თავზე, ის არის გაბრაზებული მთელ ამ საგამომცემლო ბიზნესზე და ადამიანებზე, რომლებიც იხრჯობიან ფულში და არ აძლევენ მას ვალერი ნუგატოვს საშუალებას, რომ დაბეჭდეს თავისი ლექსები. აი ესეთი სევდიანი ისტორია სინამდვილეში. რა თქმა უნდა, უხეში ფორმით გადმოცემული, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა. დიდი მადლობა ყველას. უცხოებს მოისმენს სიამოვნებით. თქვენ გქონდათ აღარ და ხოსია. კი ბატონო, მეც ავდგებინე. იქიდან გამომდინარე, რომ თუ კრძალავს ეს
ცენზურის გამო საზოგადოება ეს საქართველოს ასე ეკონომიკურები და საერთოდ ვერ გამოვიდა დაუმცემლობას. რა შეიძლება მე მოვიდი რა რაღაც ქართულ სიცოცხლესაც შევაკეთოთ. კი ბატონო. პრობლემებზე ჯავახიშვილს რომლებსაც ვისაუბროთ რობაქიძეს და ჯავახიშვილს. პოლიტიკური დამოკიდებულება. საერთოდ მიმაჩნია რომ არ არსებობს ეპოქა და ნაწარმოები, სადაც ეს ეხება თუნდაც თანამედროვე ყოფა, პოლიტიკა და სოციალური მდგომარეობა. ჩემი აზრით ესეთი გამოსდა. მე გეთანხმებით, უბრალოდ რატომაც ავედე ჯავახიშვილს თუნდაც იმიტომ რომ დენჯერი აზრი არ აქვს განავითაროს ეს შემთხვევაში ზონის ედა არ არის განავითარება იმიტომ ძალიან გადაიქეჭა ეს ზებირაც ისაც გადაიქენა ჯავახიშვილმა ის მისიები რაც მას ჰქონდა და ახალ ბოლოსადოს მას არაბელზე წაწევი ხატია რომ ის პოლიტიკური პოზიცია იყო ისი არა მარტო და რომელსაც შეიძლება ამიტომ არის აუზი კიდე უარესი შეიძლება უფრო რადიკალური შეიძლება აუზ და ცისფერ კანცელების გამოსვლა ეს იყო ერთგვარი შოკი, როდესაც გაზეთის სამშობლო გამოდიოდა მაშინ და გაზეთის სამშობლოში დაიწერა თუ რა აღიარებული იყო ცისფერ კანცელების დაჯგუფება განსაკუთრებით. ხალი რომელიც ელემენტარიანი არ არის, მაგრამ მე ლიტერატურის ინსტიტუტში მუზეუმში ვიყავ, სადაც აჩვენეს რომ არსებობდა ეს ლაიც. მანაც აღთავიანთ არგუმენტები მეორე მხარეს. მე ვამბობ იმას, რომ ელემენტარიანი არსებობს. ელემენტარიანი არის გადავული, ასე ვთქვათ, როგორც მოღალატეზე, რომელიც ქართულ ქალს ზოგადად არ ცნობდა, ხო? იმიტომ რომ ის მაშინ პორნოგრაფიები და ის რასაც ელემენტარიანი ეს ჩვენთვის ძალიან სასაცილო შეიძლება იყოს, მაგრამ გავლი პოლიციის თავადაც ამბობენ, ალბათ არის ერთი სიტყვით ეს წნეხი რა თქმა უნდა მათზე ხომ კიდევ იყო სხვა უფრო მარგინალური ჯგუფები, რომელზეც უფრო დიდი წნეხი იყო და წნეხი იყო სხვათა შორის რაც უნდა უცნაური იყოს საზოგადოების მხრიდან და ეს იყო ხაშორიესოთი დაჯგუფება პოპულისტების რომლებიც შემოვიდნენ ენის სრული უარყოფით, ხო? და ლოგიკა ის არის, როდესაც არაფრის წერის საშუალება არ გეძლევა, უნდა აღწერო ეს არაფერი. და მათი შემოქმედება არის ამ არაფრის აღწერა, ამიტომაც არის მათ აქვს რაღაც თანხმოვნების, ხმოვნების გროვა, რომელიც არაა ორგანიზებული და საქმეს თითქოს არ გვეუბნება, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ისევე გვეუბნება საქმეს, როგორც ნებისმიერი პოლიტიკური პამფლეტი, ან სატირა, ან ეპიგრამა, ხო? ეს იყო მათი პოზიცია, რომელიც სხვათა შორის სახელმწიფოსთან თავიდან იყო არასდროს გაგებული, რომ ესენი იყვნენ მემარცხენეები, იმიტომ ევროპაშიც ფუტურისტული გადაეცვლილი მოძრაობები იყო მემარცხენე და საქართველოშიც დაყრდნობა როგორც მემარცხენე მოძრაობები, ამიტომ სახელმწიფოს მიიღო როგორც თავისი პატარა ჭანჭი თავისი ქართანაში. შეცდნენ, რომ ჯერ მერსად ვერ გაიგეს რა უნდა თქვენ ადამიანებს და მაგრამ ყველაზე დიდი ან სახელმწიფოზე არ წამოსა, მაშინ ეს იყო საზოგადოებრივი მსჯავრი, რომ ესენი იყვნენ საშინელი ადამიანები, როგორც საშინელი, ასევე საზოგადოებრივი მსჯავრი იყო ცისფერ კანცელების მიმართ, თუმცა ცისფერ კანცელების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პაულოს პროცესის თანამოაკლევინის რა თქმა უნდა იყო სახელმწიფო პროცესი. პაულოს ვაშურის საფრანგეთის აგენტობა აღიარებინა და მიეტანა აქედან ის რომ ვალერიან გაფრინდაშმა დაწერა ტრიულეტი ხოდა რა თქმა უნდა და მე ხო დავახვიშვი რომ ის პერიოდი შემოქმედება არის ერთი დიდი პოლიტიკა ამაზე შეიძლება და კონკრეტულად ხო აი თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში მე
ეს სამედრო ხელოვნება ცოტა ეს მოვლენა არის. მე ვფიქრობ ხელოვნების აღქმაში ცოტა ქრონოლოგიური დისტანცია საჭირო არის იმისათვის რომ გარკვეული თვალსაზრისით ობიექტურად მოვიხილოთ ხელოვნება. ძალიან რთული არქეოლოგიურ პროცესზე საუბარი ასეთ ხელოვნებაზე უმეტეს როდესაც ჩვენ თვითონ ხარ ამ პროცესების ნაწილი რაღაც თვალსაზრისით ამჯერად ასე ზოგადად კონკრეტულად შემოგიხედავთ რამეს მე კონკრეტულ პასუხს გახსოვთ. ამიტომ ხელოვნება არის ეს თორე მე დავწერე. ხო, თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი საინტერესო მოვლენა თანამედროვე ხელოვნებაში არის ის, რომ ის ნაკლებად აინტერესებს ძალაუფლების ცენტრებს. ამიტომაც ჩვენ მეტი თავისუფლება გვაქვს, რომ დღეს ხელისუფლებას არ სჭირდება პოეტი მისი ძალაუფლების მედიატორად, რუპორად არ სჭირდება, მას შეუძლია გამოიყენოს პიარ მენეჯერი ამისათვის, აციების ეფექტიანი ის ამიტომაც მე ვერ ვიტყვი ახლა პოეტებზე პოეტური ნიშნით ან ლიტერატურაში ჩაერის ნიშნით ამის ეწოლა ყოფილიყო როდეს საერთოდ თავმახსოვს რა თქმა უნდა ჩემ ამბეროს სამყაროში მე ვიცი რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში იყო ეს ცენზურა ძალიან მძლავრი მაგრამ ჩემ დროს არ არის მე შევარდნადიც მე ბებერი კაცია შევარდნადიც გავუიარე სააკაშვილიც ამათაც გამოვიდა ორივე სწორედ დღეს ლონდონში ძალიან ცნობილმა არტისტმა დააშკამა ჩაის აქცია ცოდნიათ ეს არის პერფორმანსი მუსიკის აქცია როდესაც ისინი გაუჩნდნენ ძალიან დიდ მასას ხალხისას და კონკრეტულად გადაფარებული ადიარები და პლედები ნიშნად იმ ტოლმების დიდი ნაკადის რაც ევროპას ეხმარება. ანუ ამით უბრალოდ რა თქმა უნდა ჩვენ პოლიტიკურ აქტზე ვსაუბრობ და ერთ-ერთი საკითხი რაზეც გოგონამაც იკითხა ალბათ ძალიან ხშირად ახსენებენ რომ ეს მყისი არის ასახვა სოციალური საკითხების თუ პოლიტიკური საკითხების რაც არის არ ხდება საქართველოს სინამდვილეში. ვერდაგითანხმ კატეგორიულად. ამან შეიძლება ითქვას, რომ ეს სოციალური პრობლემები ისიერად როგორც ახლა ჟურნალისტები იყვნენ, აისახება ხოლმე შემოქმედებაზე, ახლა რა თქმა უნდა, ყველა მოვლენაზე კალენდარული ლექსები ვერ იქნება, მაგრამ შეიძლება ეს ლექსის ფორმით არ იყოს, შეიძლება ეს იყოს ბლოგის ფორმით, შეიძლება იყოს სტატუსის ფორმით, უნდა ვაპირებთ მას, ის მედია არის უკვე, ძალიან სერიოზული პერსონალური მედია არის, უკვე თითოეული Facebook მომხმარებელი, ხო? ამიტომ ეს გამოხმაურება ხდება, თუ თქვენ შემოქმედებითი ჟესტები გაინტერესებთ, რომელიც ამ ყველაფერს გამოხატავს, არის ძალიან საინტერესო მივი მოქმედების კიბერთეატრი, რომელიც თითქმის ყველა მოვლენას ძალიან ოპერატიულად ეხმარება ხოლმე ამ პერფორმანსებით, ამ ბლოგებით, ამ მხატვრული ლექსებით, ასე ვთქვათ. ანუ თქვენ ვთქვით, რომ ეს აქტიობა რაც არის, დამოკიდებელია. იცი, დამოკიდებელი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვიტყვი, რომ არ არსებობს, ანუ არსებობს, ბაზა არსებობს, ამის უბრალოდ ძალიან მეტი მოძრაობა საჭირო. საჭიროა აიბერის, აი ზუსტად ეგეც ერთ-ერთი მაგალითი არის იმის, როგორ ცდილობს ხელისუფალი ჩაგვას თავისუფალი აზრი, ნუ გასაგებია, რომ ჩინეთში არ არის დემოკრატიის მაღალი სტანდარტები, მაგრამ მაინც ყოველდღიური იყო ის, რომ ამ ხელა ავტორიტეტის ცომის ფონე არის, ასე მოქცევა და ასეთ წინების მოიქცია ხელისუფლებას. და კიდევ ერთი კითხვა თუ შეიძლება, ამ შემთხვევაში ცხადად გამოკეთილია რა პოლიტიკური და სოციალური ხასიათი ამ პერფორმანსის, თუმცა თქვენ ახსენეთ ცივი ომი და ერთ-ერთი მოსაზრებით ამასინაც კითხა არის ესეთი მოსაზრება, რომ არა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი, ოლოგი ამისი მთელი მინდავრები თუ მოკლედ მოძრაობა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის იყო ზუსტად პოლიტიკური ხელოვნება, აბა კონკრეტული პოლიტიკური მესიჯის
განში. ანუ რამდენად შესაძლებელია, რომ ეს იყო პირდაპირ წერენ დღეს, რომ ფაქტობრივად FBI-ის ესეთი რაღაცა პროპაგანდისტული სვეტათა თვალყით, იმიტომ რომ არ ქონდათ წარი მისი. ზარწმული აღნიშნავს სპეციალისტებიც მიაწერენ. ფაშისტური რეჟიმის გავლენიდან, რომ ის აღარ ფაშისტური კამბეჯის ძალიან აქტიური პოლიტიკურად და შემდეგ გაჩვენა. ამის ინტერპრეტაცია მე მომისმენია, რომ ეს იყო მისი პოლიტიკური ჟესტი, რომ მისი სიჩუმე იყო პოლიტიკური სიჩუმე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის დემაგოგია, როდესაც ადამიანებს ხოცავენ და კლავენ შენ არ ვიცი, მე არ მიყვარს ეს მორალისტური მიდგომა, მე ზუსტად ვიცი მე როგორ უნდა ვიცხოვრო, მაგრამ არ ვეუბნები, რომ შენ ასე უნდა იცხოვრო და არ ვიცი, რამდენად სწორია ის, რომ შენ საერთოდ არ მოიყვარს. მაგრამ ფაქტია, რომ ესეც მე ვფიქრობ, რომ ეს რომ ექსპრესიონიზმის განმავლობაში საყავისგან არის ზოგი შექცევა და პოლიტიკური ჟესტი, მე ვფიქრობ, რომ ესეც არის დემაგოგია. მე ვფიქრობ, ადამიანებს როდესაც იკითხებენ, შემდეგ არ რომ გადაარჩინეთ ადამიანებს. ერთხელ ამას ვამბობ, როგორც საკუთარ სულიც რომ მოვიქცეთ ასე. იცი რა, მეც ადამიანი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ მეც რაღაცში შევის ქონა საბოლოო ჯამში და შეიძლება რაღაც წლებს ვერ დავუწყო ჩემი მოკიამა ტიტანებმა ვერ დავუწყოს ეცოდას და ზოგიერთი ჩვენი საყვარელი პოეტი ცხოვრების საკუთაოსახის ამაზე ექსეც წერა. ასე რომ თუ ძირითადად ეს კითხვები ჩნდებოდა ხოლმე საუბრის დასაწყისიდან, როდესაც კლასიკურ ცხოვრებას ძალიან აგრესიულად დაუპირისპირდნენ და აღარაფერს ვამბობდნენ ხანდახან ეს ფუტურისტებზე და რუს საუნიკებზე და ასე შემდეგ, პირდაპირ გადმოდი ბიტნიკებზე. აი შეგვიძლია თქვა თუ არა, რომ ბიტნიკების პოეზია დარჩა. ბიტნიკების პოეზია არათუ დარჩა და ზუსტად ეს კითხვები ისმენდა, არათუ ეს კითხვები ისმენდა. პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეს არ არის პოეზია, ნაგავი. მათი შორეული წინაპარი What Whitman, როდესაც ბარათის ფოტოები გამოვიდა What Whitman-ის ჰამსუნა დაწერა საზიზღარი რეცენზია. ეს პატიოს აწერას პოეტს დაედო გალამი და აღარ გაიგზავნა, ისე გადაუარა. და არაერთმა მწერალმა დაწერა მისი სული უწეობა მიჭობა და შეურაცხი ყოფილი ამერიკული კულტურისათვის. დღეს What Whitman არის ამერიკის სახალხო პოეტი და ყველა მის მაჩორის მანაც ვისაც არ გავიხსენებ არასდროს არც ერთი მაჩორის არ ვარაცხობ. და რა თქმა უნდა Whitman-ზე დგას მთელი ეს ბიტნიკური კულტურა. ბიტნიკებზე ზუსტად ასე იყო. გინსბერგის ქუჩაში ხდებოდა რაღაც შედაწყვეტა საყენეო, იმიტომ რომ საზღვარი არსება იყო ის ასეთი პროცესის რომ წერდა. როდესაც გინსბერგის დაბადების დღე იყო, მასთან მივიდა მთელი ქვეყნის ელიტა, პოლიტიკოსების და რაღაც ასე. ის იქნა სავარძელში
კომუნიცირება კულტურა რეალურად ეს ტექნიკური სიგიჟეები მოინება ახლა უნივერსიტეტებში ნებისმიერ ხამოყარი უნივერსიტეტში სადაც თანამედროვე ლიტერატურა ისწავლება რა თქმა უნდა ასწავლენ ბიბლიებს ასწავლენ ბიზბერგის მოდელს კერვაკს ასწავლენ კორსოს ასწავლენ ასე რომ გარდაუქმნელად ეს არის ფასონი რა თქმა უნდა მე არ შემიძლია თქვა მომავლის კითხვები შეიყვარებს თუ არა გავლენი უნდა ძალიან რადიკალური პოეტია თუმცა ყველა ლექსი ასეთი არ აქვს აქვს ისეთი ლექსები სადაც არანორმატიულ ლექსიკას ნაკლებად იყენებს თუმცა მაინც ხარ მაგდროსთან თვითონ ახლა მე პოეტი არ ვარ და ვერ გავამბობ აი ეს საერთოდ რამდენად იწერება როგორც პოეტის ლექსი რომ რაღაც დაფიქრდეს რა ის ამას ის მე შეიძლება თუ ანუ როდესაც ეს რაღაც რეაქცია, თუნდაც გაბრაზებული რეაქცია რაიმე პროცესებზე, ანუ იმ მომენტში ფიქრობ საერთოდ და ან თუ უბრალოდ მომდოს ხელოვანი ახარ და უბრალოდ გაბრაზებული და გაბაზებასე თანამედროვე ხატვარია და მოცულობის ხატვარია, ასე რომ ისიც ნახატი ნახატი რომელიც არ კლავს, არის ცუდი ნახატი. ან ნახატი რომელიც არის ხო, იცი რა თქმა უნდა მე არ მგონია ახლა რომელიმე პოეტი ჯდებოდეს და ამბობდეს აი ახლა რაღაც ექსპერიმენტს მომივიდა რომ დავრჩები კლასიკად. შეიძლება ვიღაცა ფიქრობს, ვაშენ ძალიან მიცნავი მაგალითები ვიცი ჩვენ რომ ჰიუგოს უნდა რომ პარიზისთვის დაექმნია ჰიუგო. ახლა ვიტყოდი ჰიუგოში ვისვენები წელს გავიგე არ იყო ცუდი. ჰიუგოს სპანეთში როდესაც კითხეს რა ვინ არის საფრანგეთის პირველი ნომერი პოეტი დაფიქრდა და თქვა რომ მეორე არის ვიღაცა მე მგონი მიუსეზე არ მახსოვს. ანუ ნუ პირველი გულსუნდა და ქალაქიანზე არის გავსი თქვენ ვიცით რომ მაგალითად ისედან საქართველოში ჩაიხოს და ჭალებს მეცნიერს ნუ წერზე ერთი სიტყვით რა თქმა უნდა მე არ ვფიქრობ რომ პოეტი თავისი ამ ამბიციებით ან ამბიციობით რამეს წვეთს მის შემოქმედებაში ზოგი ამბიციაა ზოგი ამბიცია კაც მარიცის უნდა შეიძლება Welcome. მე მაინტერესებს თქვენი აზრი. ხელოვანი ხელოვანი არ პოლიტიკური უნდა იყოს თქვენ აზრით, იმიტომ რომ პოლიტიკა თვითონ განკრიტიკა ხელოვანი იმის გამო, რომ ისინი პოლიტიკურ ნამუშევრებს ხო, არა. ანუ არის სწორად გამიგეთ ესე იგი. ეს ჩემგრავია, იმიტომ რომ კარგად ვაღარ ვიმოხმობ. საქმე ისაა რომ არა მე ვფიქრობ რომ ადამიანი არის პოლიტიკური მოვლენა, პოლიტიკური ცხოველი, ამაზე არსებობს თანხმობა, კი ბატონო, არისტოტელე, შესაძლებლად. ხოდა რაკი პოეტიც ადამიანია, ჩილად, ამიტომ რა თქმა უნდა მას უწევს რომ თან გაჩნდეს რომ როგორ რეჟიმში ცხოვრობს, მაგალითად კომუნისტურ რეჟიმში ადამიანს ჩვეულებრივ ადამიანს სამსახურის პროგრამა ხელოვანები მუშაობის შექმნით არა, ის რა ზუსტად ეგ არის, საქმეც ეგ არის, რა თქმა უნდა ჩემთვის მისაბაძია ის ხალხი რომელიც რეჟიმს ებრძოდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ არ შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომ მხოლოდ ის მწერალი დარჩა, რომელიც რეჟიმს ებრძოდა, რა თქმა უნდა ვერ ვიტყვით, რომ სოლჟენიცინი იყო ყველაზე მაგალითესი მწერალი, ხო, იმიტომ რომ ის რეჟიმა გადაასახლა გულაგში, ხო? არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის იმედის მომცემია ის, რომ არსებობდნენ ადამიანები, ესე იგი შეიძლება კიდევ იარსებოს და შეიძლება ჩემში იარსებოს ამ მოხდა, რომ მე შევძლო რაღაც დიდ მონსტრს დაუპირისპირდე და გავუმარჯვებთ, რომ საბოლოო ჯამში რაც უნდა აწამო, ხო? აქტიურ სოლჟენიცინმა გაიმარჯვა და არა მისმა წამებულებმა, ხო? საბოლოო ჯამში. ხანგრძლივ ისტორიულ პერსპექტივაში. მაგალითად